თბილისში Georgian Water and Power-მა საზოგადოებას 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობაზე, მათ შორის გამოწვევებზე, სამოქმედო გეგმებსა და განახლებულ საკომუნიკაციო სერვისებზეც გააკეთეს აქცენტი. პრეზენტაციას GVP-ის მენეჯმენტთან ერთად SEMEC-ის, თბილისის მერიისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თუ რა შესრულდა წლის პირველ 6 თვეში და როგორი არის გეგმები Georgian Water and Power-ის დარჩენილ პერიოდში. დეტალებს თეთე ჩაფიჩაძის სიუჟეტიდან გიყვებით. კომპანია Georgian Water and Power-მა 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები წარადგინა. მათი ინფორმაციით GVP აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგების სისტემის განახლება განვითარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით და თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებას ეტაპობრივად აუმჯობესებს. ჯამურად კომპანია 2025-ში მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად 126 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ამორტიზებული ქსელის რეაბილიტაციას, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ტექნოლოგიურ განახლებებს მოხმარდება. დღეს ჩვენ საზოგადოებას წარუდგინეთ წლის 6 თვის ანგარიში და ასევე ინფორმაცია დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით. საუბარია 126 მილიონ ლარზე, საიდანაც 30 მილიონის პროექტები უკვე დასრულებულია. მიმდინარე პროექტების ღირებულება 49 მილიონია და წლის ბოლომდე დაიწყება კიდევ 47 მილიონის ღირებულების პროექტები. ეს თანხები მიმართულია ძირითადი გამოწვევების გადაჭრისკენ, რაც ინფრასტრუქტურას უკავშირდება. მათი რეაბილიტაცია და მოდერნიზება მნიშვნელოვანია როგორც სასმელი წყლის, ისე წყალარინების სისტემის თვალსაზრისით. ეს მოიცავს როგორც გამწმენდ ნაგებობებს, ისე მთავარ მაგისტრალურ მილსადენს, მრიცხველებს და ასე შემდეგ. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, რასაც სამომავლოდაც გავაგრძელებთ. GVP სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელის განახლება. მიმართულებით წელს 63 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება, რომლის ჯამური ბიუჯეტი 66 მილიონი ლარი იქნება. 2025 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ცხელი წერტილების იდენტიფიცირება რეაბილიტაციის პროექტით, რომელიც ქსელზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების განახლებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში უკვე დაიდენტიფიცირდა ქსელის ყველაზე ხშირად დაზიანებადი 100-მდე მონაკვეთი და დაიგეგმა მათი ოპერატიული განახლება. ჩვენ მოვისმინეთ კომპანია Georgian Water and Power-ის ანგარიში პროგრესთან დაკავშირებით. ხედავთ, რომ ის საინვესტიციო პროექტები, რომელიც კომისიის მიერ იქნა დამტკიცებული, სრულდება GVP-ის მიერ, რამაც გამოიწვია ეტაპობრივად ქსელში ავარიების შემცირება და მიწოდების მდგომარეობის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე პროგრესი არიზდეს უნდა გაგრძელდეს სწორედ იმ დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, რამაც კიდევ უფრო მეტად უნდა გააუმჯობესოს მდგომარეობა. კომისია ყურადღებით დააკვირდება კომპანიის საქმიანობას, ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ და შესაბამისად მომავალ ანგარიშებში დარწმუნებული ვარ, რომ იქნება უფრო მეტი და უკეთესი პროგრესი. კომპანიაში მიმდინარე პროექტებს შორის აღსანიშნავია წყალმომარაგების ქსელში წყლის წნევების რეგულირების მიმართულებაც. ამ მხრივ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ავლაბრის ნავთლუღის სოფელ დიღმისა და ვარკეთილის ზემო პლატოს არეალებში ავარიული დაზიანებების რიცხვი 50%-ით, ხოლო წყლის დანაკარგები 41%-ით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში ქსელის ავარიული დაზიანებებისა და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალების შესამცირებლად ქსელზე დამონტაჟდა 454 ჩამკეტმა რეგულირებელი ურდული და 30 აკუსტიკური ლოგერი. ამასთანავე ქსელის ავარიული აღდგენის ფარგლებში კაპიტალურად განახლდა 13 კილომეტრამდე სიგრძის ქსელიც. თითოეული ეს პროექტი მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის მიწოდებული სასმელი წყლის სერვისის გაუმჯობესებას. ამავდროულად ჩვენ ვისაუბრეთ სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც ემსახურება სისტემის გაციფრულებას, ავტომატიზაციას, რათა ჩვენ უფრო მაღალი სიზუსტის და სანდო ინფორმაცია გვქონდეს ჩვენი ქსელების მდგომარეობასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის გეგმებში ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული ელემენტების რეაბილიტაციის მიმართულება არის ქსელების რეაბილიტაცია, რა მიმართულებითაც ჩვენ 60 მილიონამდე ლარის ინვესტირებას მოვახდენთ 2025 წელს. დღეის მდგომარეობით აღნიშნული თანხიდან 72% უკვე ან ათვისებულია, ან აქვს ამ პროექტებს მიმდინარე სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ წლის ბოლომდე ჩვენი გეგმის სრულად შესრულებას შევძლებთ. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მოძველებული ქსელების განახლების პარალელურად GVP აქტიურად მუშაობს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზეც, მათ შორის წყალმომარაგების სისტემის გაციფრულებაზე. კომპანიის პრიორიტეტებშია მომხმარებლებთან გამართული კომუნიკაციაც, ამიზნით დაინერგა განახლებული ვებგვერდი, რომელიც აბონენტებს შესაძლებლობას მისცემს უმოკლეს დროში მიიღონ ინფორმაცია და კომპანიის სერვისებით დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ.